სეზონური სამუშაო. სეზონზე მუშაობის სეზონია უკვე. მთელი ზღვისპირეთი მობილიზებულია სამუშაოდ და ძალიან ბევრი ახალგაზრდა მიდის იქ, იწყებს მუშაობას მიმტანებად, ბარმენებად, დიჯეებად და არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები ხოლმე, როდესაც რომელიმე კაფე-რესტორნის დამსაქმებელი დაასაქმებს ახალგაზრდებს, ამუშავებს და შემდეგ ან სათანადოდ არ უხდის, ან ნაწილობრივ, ან რაღაც თანხას უკვითავს თითიდან გამოწვეული მიზეზებით. ასეთ შემთხვევებში, სანამ სეზონზე სამუშაოდ წახვალთ, აუცილებლად გაარკვიეთ წინასწარ პირობები, როგორ მოხდება ანაზღაურება, იქნება ეს გადარიცხვით, იქნება ეს ხელზე. გასაგებია, რომ იქ საპენსიო შენატანს არ განახორციელებს, არც სამოსავლოს გადაიხდის, ეს არც საომავლო პენსიაში ჩაგეთვლებათ. გასაგებია, მაგრამ ერთი მხრივ დამსაქმებას სჭირდება სწრაფი მუშახელი, მეორე მხრივ თქვენ გჭირდებათ სწრაფი სამსახური, ამიტომ ხელი ხელს ბანს, მაგრამ ბოლოს ისე რომ არ გამოვიდეს, რომ თქვენ იმუშავეთ, ვიღაცა გამდიდრდა და ხელფასიც არ გადაგიხადათ, ამისთვის დაიჭირეთ თავიდანვე თადარიგი და მოითხოვეთ წერილობითი ხელშეკრულება. ან პირობები ხელშეკრულების, თუნდაც ზეპირად დასადების შეათანხმეთ წერილობით, SMS-ების სახით, ელექტრონული პოსტის სახით. შეინახეთ ვაკანსიის განაცხადი, რათა შემდგომ თუ დადგა ისეთი შემთხვევა და იყო ასეთი შემთხვევები არაერთი, მათ შორის ტელევიზიითაც გაშუქდა, თუ არ ვცდები, თუ კერძო გადაღება იყო, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც ადამიანები ასე ამუშავეს ზაფხულში, სეზონზე და შემდეგ ხელფასი არ გადაუხადეს და სამართლებრივადაც ვერ მიედავა ის ადამიანი, იმიტომ რომ არანაირი შეტყობინებაც კი არ ჰქონია ელექტრონული, არაფერი ხელშესახებ მტკიცებულება არ ჰქონია. ეს საჭირო არის იმისთვის, რომ თადარიგი დაიჭიროთ, შემდეგ უკვე თუ სასამართლოში მოგიწევთ წასვლა, გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლისთვის თავისი პრინციპებიდან და კანონმდებლობიდან და მიდგომებიდან გამომდინარე, მოსამართლისთვის ყველა თანასწორია, ან უნდა იყოს თანასწორი სარჩელის აღძვრის მომენტში. შესაბამისად, თუ თქვენ უბრალოდ ზეპირად აცხადებთ რაღაცას და არანაირი მტკიცებულება არ გაქვთ, დიდი ალბათობით თქვენი მოთხოვნა დაუკმაყოფილებელი დარჩება და შესაბამისად გამოვა ისე, რომ იშრომებთ, ვიღაცას მოემსახურებით, გაამდიდრებთ, მაგრამ თქვენ იმ შემოსავალს, რომელიც უნდა მიგეღოთ და რომლის სანაცვლოდაც ეს შრომა გასწიეთ, ვერ მიიღებთ.